Obiektivis tele და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა ეთერშია ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ საღამომშვიდობისა ეპისკოპოსი დიმიტრის წარდგენის ვრცელი ვიდეო რეპორტაჟი და მეუფის ექსკლუზიური ინტერვიუ ასევე კულტურის მინისტრი დედოფლის წყაროში დაფინანსდება თუ არა არქეოლოგიური გათხრები და შეცვლის თუ არა შირაქში აღმოჩენილი ნაქალაქარი კახეთის ისტორიას სამრეკლოს სკოლის დირექტორად კი ნანა ჭიღიტაშვილი დაინიშნა პირველ რიგში ვნახოთ ანონსი რას ნახავთ დღევანდელ გადაცემაში ორი ეპარქიის მთავრებისთვის ადგილის შეცვლა. როდესაც მომიხსენიოთ, და დიდი მადლობა მინდა გაგიხადოთ ყველას. დუბლობის პასუხისმგებლობას ვუძლებთ აქაური ამ ეპარქიის დიდი ადამიანების წინაშე. ეს არის კავკასიის უძველესი პატარა სახელმწიფოს ცენტრალური ქალაქი. პირველადი ამოცანა არის ის, რომ გათხრები გაგრძელდეს არქეოლოგიურად. განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ სკოლაში დირექტორად დაინიშნა 6 წლის ვადით ქალბატონი ნანული ჭიღიტაშვილი. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი პედაგოგი. არაფრით არ განსხვავდები თქვენისგან. განსხვავდები მხოლოდ იმით, რომ მაქვს სერტიფიკატი. არაფერში არ ჩამოგივარდებით, ექსკურსია იქნება, ექსკურსია გავაკეთებ. ახალწლოვანი ღონისძიება იქნება თუ რომელიმე სხვა ღონისძიებები. დაარსებიდან 6 წლის შემდეგ ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიას ახალი მღვდელმთავარი ჰყავს ხორნაბუჯის ეპარქიის ეპისკოპოსად დიმიტრი კაპანაძე დაინიშნა. ამ დრომდე მეუფე დიმიტრი კაპანაძე ზესტაფონში მსახურობდა, ამიერიდან კი ის ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმთავარი იქნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი მელქისედეკი დადგენილი იქნა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, ხოლო ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დადგენილი იქნა ხორნაბუჯის ეპისკოპოსად. მეუფე დიმიტრი კაპანაძე დაბადებული და გაზრდილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში. მეუფედ კურთხევამდე ის ჭულეს მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის დადგენილებით მარგვეთის და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად დიმიტრი კაპანაძე 2013 წლის ოქტომბერში აკურთხეს. ახალი მეუფის წარსადგენად დედოფლის წყაროში წმინდა სინოდის წევრები 16 იანვარს იმყოფებოდნენ. დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შეკრებილ მრევლს ახალი მეუფე დიმიტრი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო. მეუფე მელქისედეკს კი მსახურობისთვის მადლობა გადაუხადა. მეუფე მელქისედეკთან ერთად აქვე იმყოფებოდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, ხობის და ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი, ვანის და ბაღდათის მღვდელმთავარი მეუფე ანტონი. ჩვენი რეპორტაჟი წარდგენის ცერემონიიდან. Nicit, უკვე რომ ამ დღეებში მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება მეუფე მელქისედეკის და მეუფე დიმიტრის თანხმობით მოხდა
ორი ეპარქიის მთავრებისთვის ადგილის შეცვლა. მეუფე მელქისედეკი გადაყვანილი არის აქედან და დანიშნული არის კიპროსისა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, ხოლო მეუფე დიმიტრი გადმოყვანილი არის აქ დედოფლის წყაროში და დანიშნულია პეტერბურგის და ერევნის ეპისკოპოსად. ორივე ეპარქია განსაკუთრებული ეპარქიებია, განსაკუთრებულ ყურადღებას აკისრებენ, მაგრამ დღევანდელი დღისათვის მისმა უკმაყოფილება და მეუფეებმა ასე ჩათვალეს, რომ ეს ცვლილება განხორციელებული იყო და თითოეული ჩვენთაგანისათვის ეს ცვლილება რა თქმა უნდა სავალდებულოა და თითოეულმა ჩვენთაგანმა მოჩილებით უნდა მივიღოთ ეს და ისევე როგორც ეპარქში მოჩილებოდით და მიყავით მეუფე მელქისედეკის სულიერი მფარველობის ქვეშ, ასე უნდა გადახვიდეთ თქვენ ახლა მეუფე დიმიტრის სულიერი მფარველობის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიყვანეთ მეუფე დიმიტრის განსაკუთრებულად მისთვის ახალი არ არის აქაურობა ის რამდენიმე წლის მანძილზე მსახურობდა აქ თბილისის პარიზში. არჩევთვის არის უცხო აქაურობა, იმიტომ რომ ორი წლის განმავლობაში მე ვიყავ ეპისკოპოსი რაიონის პარტალია მაშინ ესეთი ვირკვაცი გადარე არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ხშირად ხდებოდი ცხოვრება ჩვენ ერთმანეთს და იმ ძველ ძალიან მადლიან ადარში ვეცნობდით და აღმავლებით ზირვა მოწვევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მელქისედეკი არ აკლებდა აქაურობას, პირველობას ასე მეუფე დიმიტრი შეიძლება რომ აღმავლოს და შეეცადოს, რომ თითოეული ჩვენთაგანი სულიერი მოწყობილება დაამყაროს. რა თქმა უნდა, ეს ადგილი არ არის, იმიტომ რომ ეკლესია, ჩვენი ეკლესია ახალია და ახლად განიცდის სულ რაღაცა ჩამოყალიბების პროცესი. მე ვიცი, რომ ამ ჩამოსულები არიან ერევნიდან სასულიერო დილი, პირველად და ასევე რეული ამიზიანის პროექტული იყოს, მაგრამ მინდა პირველში ხოლო განსაკუთრებული ადამიანები და მეუფეს შეიძლება განსაკუთრებულად იზრუნოს ასევე თითოეულმა ჩვენთაგანმა განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროს ხარი მეუფეს იმისათვის, რომ მან შეესწროს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს დაერქვებარე ნაწილში, რომ დააკმაყოფილოს ერევნის სულიერი მოხელეობა. მოსავლისა მინდა დავუძო მოღვაწეობა მეუფე დიმიტრის, რომელიც გამორჩეულია თავისი სულიერებით, თავისი მოღვაწეობით, თავისი ძალიან ბევრი დადებითი თვისებებით და იმ ეპარქიაში, რომელიც მართლა გამორჩეულია საქართველოს ეკლესიაში. თავისი ისტორიით, თავისი სიწმინდეებით შეიძლება წმინდანად ფერენჩი მოღვაწე წმინდა მიხეილ გულუშვილი ისიც როცა და ეწეოდეს ამ ეპარქიას და ამ ეპარქიის ახალ კულტურას მეუფე დიმიტრის ეს მხარე მართლა მირული ისტორიის მქონე და მირებით დასახლებული იყო მუდამ. ძალიან ბევრი ჯირვალავი გადაუღალია ეპარქიას, მაგალითად უბრალოდ რომ მომიხსენიოთ სოფელი არქივოს კალოთუ რას ნიშნავს მისი ისტორია, სადაც პატარა ბავშვები მოლეწეს და როდესაც ტაძარს ვაშენებდნენ და საძირკველი გაითხარა, სულ პატარა ბავშვების ნაწილები არ მოხდა. ჰერეთზე უკვე აღარაფერს ვამბობთ, ისეთი დიდი მნიშვნელობის არის. ანუ ეს არის საქართველოს ეკლესიის უკიდურესი აღმოსავლეთი და ვერტმა გააძლიეროს მეუფე დიმიტრი და ეს ეპარქია, ხორნაბუზისა და ერევნის ეპარქია. თქოს რომ როცებში მომიხსენიოთ და დიდი მადლობა მინდა დაგიხადოთ ყველას. ამ
თითქმის 6 წლის განმავლობაში ჩვენ რაც შევძელი მოახერხეთ ყველა დიდი მადლობა გითხრათ იმ თანამდებობისათვის, იმ სიყვარულისათვის რაც ყოველთვის გამოხატავთ ჩემს მიმართ და სასულიერო პირების მიმართ. და ერთი მინდა გთხოვოთ. როდესაც ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ეკლესია არის იერარქია. ანუ როგორც ეკლესია გვაქვს, ვაკეთებთ იმას. როგორც წმინდა სინოდი პატრიარქი გვაძლევს კურთხევას ვასწავლოთ მას. და ამის გამტარებელი ეპარქიაში არის დელთავარი. ყოველი მეუფე დიმიტრის ყოველი კურთხევა ზედმიწებით შეასრულა. ამის თქმას არავის დიდი მადლობა ყველაფერს. ასევე მეუფე დიმიტრის მინდა ყოველო დაგუცოთ მოგილოცოთ. ამ ინგლისის სწავლის, რუსეთის სწავლის მიჯერების საქმეა რა. რადგანაც დაპირებების მიცემა დასასრულებელი და სოციალური საკითხია. მაგრამ დაპირებები იმას რომ მაქსიმალურად გავაკეთებ, რაც ჩვენს შესაძლებლობებში არის ეპარქიისათვის, რომელიც მართლაც სპეციფიკურია თავისი იწის გამო, მაგრამ მე დამჭირდება ვერჩით რომ თქვენი დახმარება იმისაც რომ ეს პროცესი მართალია მოგაცნობენ ყოველთვის გამოსვლაში აფრთხილებ გამოსვლაში. მაგრამ ეს ბევრი რამე შეიცვალა და ხელახლა მომიწევს ეპარქიის გასმობა და მაქვს იმედი თქვენი გულისა და სასულიერო პირების საერთო ადამიანების და ღვთის წყალობით შემოერთებული თავისუფლება იმისას რაც ჩვენი ეკლესიისათვის და ჩვენი ერისათვის არის კარგი და მისაღები. თუმცა უკვე როგორც თქვენი დელთავის სახელით მადლობა გადავახადოთ კაცების ვაწყისათვის დაუხუცო გზა ეპარქიაში საიდანაც მე წამოვედი იყო ბევრად უფრო მარტივი იყო ჩემთვის მაგის და უის ეპარქიაში ჩახურება, მაგრამ ჩვენ როგორც რომ პეტერბურგში ძალიან ჩვენ თავარი მოვალეობა გასწრება და სიზნელების ინგლისური მოდესის მოსაკუთრების ძალამა ჩემი მოძღვრის დაგებების იმედი და რაც თავი მაქვს იმედი პერი მოჭიქოს. თქვენ დაუწყო ჩვენი Letva dagozot ideal gilosab velan devadores gilosab ახალი დელთავის დანიშნას და შემოგვიყვანს რომ როგორც დელთავარი ასე სასულიერო პირები ასე მრევლი ერთობით მორჩილებით მსახურებოდნენ უფალს სახურიდან მაშინ მქონდა ვერნიერება რომ ამოსულიყავდა თვითონ წყაროს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს დღესაც და მქონდა ხოლმე ურთიერთობა რომ ახალი და უცხო არაფერი არ იყო შენ. უბრალოდ ახალი ის არის რომ დელთავის რანგში ვარ უკვე და თვითონ წყაროში ჩამოსული და უბრალოდ პასუხისგებლობას ვგრძნობ
აქაური ამ ეპარქიის პირი ადამიანების წინაშე. რა განწყობით მიდიხართ აი პირველი შეხვედრა როგორი შთაბეჭდილებები? შთაბეჭდილება ისეთი როგორც ველოდი. ძალიან დიდი სიხარულის, ძალიან დიდი მოლოდინის და ალბათ ფესყალობით ჩვენი და მრევლის სამღვდელო პირების ერთადრომით ბევრ სასიკეთო საქმეებს წამოვიწყებდა და შევძლებ რომ შევიყვანოთ სრულყოფილად. შეძლებს დაგავა. დღეს ძალიან ამაღლებული დღეა, ძალიან გახარებულები ვართ და უფლის მადლი და ძალიან ეწეოდეს ჩვენს რაიონს. ახალი მეუფე ეწვია ჩვენს რაიონს, ჩვენს ტაძარს და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახალი მეუფე ყავს მართალია ესეც ძალიან კარგი როგორც პიროვნებაც, როგორც მეუფე ძალიან კარგი იყო, მაგრამ რადგან ასეთია კათოლიკოს პატრიარქის ბრძანება, ჩვენ რა თქმა უნდა კარგად შევხვდით. მე ხო თავისუფლად მნიშვნელოვანია ახალი მეუფე როცა ყავს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია ძალიან საკმაოდ კაი ადამიანი იყოს ჩვენ მეუფე. ძალიან რომ გააკეთა ამ ეპარქიასაც და გული მწყდება. რომ მიდის ჩვენთან. ბოლო დროს ჩვენი რაიონის მეუფეს მელქისედეკს და მრევლს შორის გაჩნდა ხით ჩატეხილება. საერთოდ სასულიერო პირი და მით უმეტეს მეუფე, რაიონის მეუფე უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი. მაგრამ რამდენადაც გახდა ცნობილი, ჩვენი ყოფილი მეუფე ამჟღავნებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ან ნაციონალური მოძრაობის მიმართ უფრო სიმპათიურ დამოკიდებულებას, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი რაიონის მრევლისთვის და ამ ცვლილებას მე მივაწერ ძირითადად ეს ცვლილება განხორციელდა ძირითადად პოლიტიკური ნიშნით, რაც არ არის მიღებული საეკლესიო მრევლი სალოცავად არ მოდიოდა რაიონულ ეკლესიებში და ფაქტიურად ტაძარი იყო ცარიელი. ჩვენი რაიონის მრევლი დიდი სიყვარულით იყო განწყობილი მამა ნიკოლოზის მიმართ, რომელიც გადაყვანილი იქნა სოფელ სამდაწყაროს მოქმედ ეკლესიაში და მრევლი იძულებული იყო გადაადგილებული იყო შორს მანძილზე მამა ნიკოლოზ. ეპარქიის ცხოვრებაში არის უპირველესად ძალიან დიდი მადლის მქონე დღე, იმიტომ რომ ხუთი მეუფე ერთდროულად ეპარქიის მიწაზე ძალიან დიდი მადლს მოაქვს. თვითონ ჩვენ ძალიან კარგი მეუფე ყავდა და ძალიან კარგი მეუფე მოდის ახალიც მამა მეუფე დიმიტრი. ღვთისნების და უფლის წყარობით მოდიან თურმე დედაოები, მოდიან ბერები და ალბათ რა ვიცი ღვთის უფალმა ინება ჩვენ მიწაზე კიდევ ახალი მადლი იყოს და მადლი მოეფინოს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ღვთისნებით ალბათ უკეთესობა იქნება. ვთვლი რომ დედოფლის წყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ ჩვენი მეუფე რომელიც წლების განმავლობაში აკმსახურებდა გადავიდა სხვა ეპარქიაში, მოვიდა ახალი მეუფე. დღეს ორივე მეუფემ ერთად აღავლინეს წირვა-ლოცვა და მრევლს წარუდგინეს ახალი მეუფე და მოგვიწოდეს თანადგომისკენ, გაერთიანებისკენ და იმისთვის რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის როგორც სულიერ, ასევე ეკონომიკურ და სხვაგვარ განვითარებაზე და საზეიმო განწყობა არის დედოფლის წყაროში, რომელიც უერთდება ამ საზეიმო განწყობას. აქ არის, აქ არის. მოდით ყველანი, მოდით. ილოცავთ ყველა საფონდო. ბიბლიოთეკის გასაგები ვისა? შიდა სლავიანი კამერები ქონდა, 20,000 ევროს და ახალი მარტივი და რამდენიმე ეთერშია ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი და როგორც უკვე ნახეთ, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე უწევდა მასპინძლობას ახალ მეუფეს, რომელიც პირველად ჩაბრძანდა დედოფლის წყაროში და როგორც ნახეთ, მან დღის ბოლოს ახალ მეუფეს დაათვალიერებინა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა და შემდეგ ელია თესბიტელის მამათა მონასტერი ელიას მთაზე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მინდა გაგაცნოთ, საპატრიარქოს სკოლა დედოფლის წყაროში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა,
მეუფე მელქისედეკი არის მისი დამფუძნებელი და ჩვენ დავინტერესდით სხვა ეპარქიაში გადასვლის შემდეგ ხომ არ შეიცვლება ამ სკოლის ხელმძღვანელი, თუმცა მისი სკოლის აღმასრულებელი დირექტორი მაია ლაპიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლა არის IP და მისი დამფუძნებელი კლავაც მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეა, ასე რომ ამის ცვლილება არ იგეგმება, შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ფინანსდება საპატრიარქოს სკოლა დედოფლისწყაროში, ასე რომ მეუფე მელქისედეკი რაღაც დოზით კვლავ შეინარჩუნებს დედოფლისწყაროსთან ურთიერთობას. ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქია 2009 წელს შეიქმნა. ამავე წლის აგვისტოში დედოფლისწყაროში მყოფმა პატრიარქმა ილია მეორემ ეპისკოპოსად მელქისედეკ ხაჩიძე დაადგინა. მოგვიანებით 2014 წელს ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიები გაიყო. ჰერეთის ეპარქიის მღვდელმთავარის დანიშვნა აზერბაიჯანული მხარის მიზეზით ამ დრომდე ვერ ხერხდება, სწორედ ამიტომ ცვლილებაა ეპარქიის სახელწოდებაშიც, იმის გამო რომ ისტორიულ ჰერეთში ეპისკოპოსის კურთხევა ვერ მოხერხდა, მეუფე დიმიტრი კაპანაძე ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსად იწოდება. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ახლად შექმნილი კახისა და ქურმუხის ეპარქიისთვის სინოდის მიერ დადგენილი ეპისკოპოსის კურთხევა დროებით შეჩერდა. წმინდა სინოდის მიერ ახლად დადგენილი მეოთხე ეპისკოპოსი არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში გასული წლის 29 ივნისს უნდა ეკურთხებინათ, თუმცა კურთხევის პროცესი მოულოდნელად შეჩერდა. 3 ივნისს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე უცხოეთის ეპარქიებისთვის 4 ახალი მღვდელმთავარი შეირჩა, მათგან 3 გერმანია ავსტრიის ეპარქიისთვის არქიმანდრიტი ლაზარე სამათბეგიშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში 11 ივნისს აკურთხეს, არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე ჰოლანდია ბელგიის ეპისკოპოსად 15 ივნისს, ხოლო არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად 22 ივნისს. ასევე სინოდის განჩინებით ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიას უნდა გამოყოფოდა ჰერეთის სამრევლოები და შექმნილიყო ხორნაბუჯის და კახისა და ქურმუხის ეპარქიები, თუმცა როგორც უკვე გითხარით, აზერბაიჯანული მხარის მიერ არსებული პრობლემების გამო პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა კახისა და ქურმუხის ეპარქიაში წმინდა სინოდმა მაშინ არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დაადგინა. რაც შეეხება მეუფე მელქისედეკის მოღვაწეობას, რამდენიმე თვის წინ მეუფე მელქისედეკმა გიგი უგულავას მხარდასაჭერად ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში. ასევე მისი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია საპროტესტო აქციაც, რომელიც 2013 წლის აგვისტოს თვეში დაფიქსირდა დედოფლისწყაროში, სადაც მრევლმა ტაძარი დატოვა და მეუფეს ცარიელ ტაძარში უხდებოდა წირვის ჩატარება. მრევლმა მაშინ მამა ნიკოლოზის სამთაწყაროს ტაძარში გადაყვანა გააპროტესტა. სავარაუდოდ ჩვენ მეუფე მელქისედეკის მოღვაწეობის ამსახველ რეპორტაჟს მომავალ გადაცემებში შემოგთავაზებთ, ახლა კი სხვა თემების შესახებ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლო ზანთიძე დედოფლისწყაროს ეწვივნენ მათ დიდნაურის ტერიტორიაზე ახლახან აღმოჩენილი უძველესი ნაქალაქარი დაათვალიერეს. მინისტრი ამბობს, რომ ახლად აღმოჩენილ ნამოსახლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება. 3200 წლის წინანდელი ნამოსახლარი რამდენიმე თვის წინ სატელიტური გადაღებების დროს იქნა ნაპოვნი, გათხრებით დასტურდება, რომ შირაქის ველზე ციხე კილომეტრ-ნახევარი სიგრძის გალავნით და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული. აღმოჩენილია რამდენიმე ასეული მეტრის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც არსებული ინფორმაციით წყალმომარაგების საშუალებას გააჩნდა. ისტორიკოსები და არქეოლოგები ფიქრობენ, რომ შირაქის ველზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქალაქი არსებობდა. ნახოთ რეპორტაჟი. დიდნაურის ნაქალაქარი დავათვალიერეთ ამ მასშტაბის არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადრეული ცივილიზაციის ნაკვალები ашკარად შესამჩნევი არის. მე ვფიქრობ, რომ პირველადი ამოცანა არის ის, რომ გათხრები
გაგრძელდეს არქეოლოგებმა ძალიან ზუსტად შეისწავლონ ვითარება ბოლომდე გაითხაროს ობიექტი მისი შენარჩუნება ცხადია და პოპულარიზაცია მოხდეს მე დარწმუნებული ვარ რომ ამ გათხრების შედეგად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტებს აღმოაჩენენ ჩვენი მეცნიერები ცხადია რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველანაირად ხელს შეუწყობს ამ სამუშაოებს იმისთვის რომ ეს წარმატებით დასრულდეს. ანუ დღეს ეთყობა საბოლოოდ გადაწყდა ეს არის კავკასიის უძველესი პატარა სახელმწიფოს ცენტრალური ქალაქი, დედაქალაქი ეთყობა შირაქის გულია ეს გარეშემო მთებზეა თქვენ ხედავთ ამას 50-მდე პატარა ნაქალაქარი იყო რომელიც ამას ეკუთვნოდა ერთი ორგანიზმი იყო ეს მთლიანად და დღეს საბოლოოდ გადაწყდა ის რომ წელს ეთყობა საქმიანი გათხრები დაიწყება. აი სავარაუდოდ რას ვარაუდობთ რა შეიძლება ამბობთ? ისიც არის ეს მთელი ტერიტორია არის კერძო ქალაქის ტერიტორია კერძოა იხნება და ერთადერთი გადარჩენილია ეს სამხრეთი გალავანი და პატარა ნაწილი შიდა ნაწილი ქალაქის და აი აქ იქნება სამუშაოების ძირითადი ჩატარება. ეხლა ჩამოსულები ვარ ჩვენ იმისთვის რომ დავგეგმოთ თუ რა ღონისძიებებს ჩავატარებთ და მე ვფიქრობ რომ უკვე ქიზიყში ძალიან ბევრი აღმოჩენებს და დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი აღმოჩენებს რომ აქ თითქმის შეუსწავლელია ეს ტერიტორიები ბევრი აღმოჩენები გვექნება ეხლა ვგეგმავთ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას შემდგომში მის კონსერვაციას აი ამ კონკრეტული აღმოჩენის შემთხვევაში რა თქმა როგორ იქნება თქვენი სამომავლო გეგმა პირველ რიგში ჩვენ დავაფინანსებთ წელს არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას, იმიტომ რომ ეს იყო დაზვერვითი გათხრები, შემდგომში რომ უკვე იმ თქვენ ნახავდით კიდევაც აეროპორტო გადაღებებიდან თუ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, გაგრძელდება არქეოლოგია, თან მიყვება აუცილებლად კონსერვაცია იმ გამოვლენილი ადგილების და ობიექტის და შესაბამისად მე უკვე ვიზრუნებთ მის ტურისტებისთვის საინტერესო და განთავსდება რა თქმა უნდა ბანერი, საინფორმაციო ბანერი. და ჩვენი გათხრებით დაინტერესდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და დღეს ჩამოგზავნდა თავის თანამშრომლებთან ერთად აქ არის ბატონი კიაზოც და მინისტრი დეტალურად აუხსნეს ჩვენი გათხრების მნიშვნელობის შესახებ და როგორც საუბრიდან გაირკვა წელსვე დაიწყება უფრო ფართომასშტაბიანი გათხრები და იმედი გვაქვს რომ ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენას გაუმყარდება საფუძველი. შეგახსენებთ რომ მე-18 საუკუნის ძველი ნაქალაქარი არის აღმოჩენილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე რომელიც 15 ჰექტარამდე მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ნაგებობები მაგ პერიოდისთვის და დედოფლის წყარო მე მგონი თავის ისტორიაში ახალ ფუნქციას ჩაწერს. მუნიციპალიტეტი რა დოზით არის ჩართული ამ პროცესებში, თქვათ ძალიან დაცვაში არის. ეხლა საწყის ეტაპზე თქვენ იცით რომ მცირე ნაწილი არის გათხრილი და ჩვენ დავეხმარით იმით რომ შემოღობეთ აღნიშნული ტერიტორია დაზიანება რო არ მოხდეს და საომაროდაც როდესაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები წავა, მზად ვართ რომ ჩვენ შესაძლებლობის პარკლებში გვერდში დაუდგეთ ეს იქნება დაცვა თუ სამუშაოების დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ მუნიციპალიტეტის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი თვითმმართველობის ორგანოში მიმდინარე კონკურსის შესახებ დედოფლის წყაროს თვითმმართველობის ორგანოში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 175 განცხადება დარეგისტრირდა, თუმცა როგორც გამგეობაში აცხადებენ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის 11 მათგანს უარი ეთქვა. ტესტირებაზე 164 აპლიკანტი დაუშვეს, თუმცა 19 მათგანი არ გამოცხადებულა. საბოლოო ჯამში ტესტირებაზე გასული 145 მოქალაქიდან მინიმალური ზღვარი 103 კანდიდატმა გადალახა, 42 კონკურსანტი კი ჩაიჭრა. ჩაჭრილებს შორის არიან მოქმედი საჯარო მოხელეებით, თუმცა საკონკურსო საატესტაციო კომისია მათ ვინაობას არ აკონკრეტებს. მათი ვინაობის დაკონკრეტება ამ ეტაპზე არც დედოფლის წყაროს გამგებელს შეუძლია, კონკურსის მეორე ეტაპზე 103 კანდიდატი გადავიდა, თუმცა გასაუბრების პროცესზე, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 4 მათგანი არ გამოცხადებულა. ამდენად გასაუბრება 99-მა აპლიკანტმა გაიარა. საატესტაციო კომისიამ გამგეობასა და საკრებულოში არსებულ 85 ვაკანტურ ადგილზე კონკურსის შედეგად შერჩეული 99 კანდიდატი უნდა დააკომპლექტოს. კომისია ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში
თავად კანდიდატებსაც აცნობოს წერილობით მიღებული გადაწყვეტილება. ახლა კი კიდევ ერთი რეპორტაჟი ამჯერად სკოლის დირექტორების შესახებ. დედოფლის წყაროს 7 საჯარო სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩატარდა, თუმცა სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა ერთადერთი იყო, სადაც სამეურვეო საბჭომ განათლების მინისტრის მიერ წარდგენილ სერტიფიცირებულ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. საბჭო ბოიკოტის მიზეზებს ვერ განმარტავს, თუმცა დაწუნებული კანდიდატი არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ მინისტრმა თამარ სანიკიძემ პირდაპირი ბრძანებით სკოლის დირექტორად მაინც დანიშნა. ამჯერად ახალი დირექტორის წარდგენის ცერემონიამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ვნახოთ ჩვენი რეპორტაჟი სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლიდან. თქვენ სკოლასთვის კარგად ცნობილია ფაქტი, რომ დირექტორის არჩევა ვერ მოხდა. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება დირექტორის არ არჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში დანიშნოს კანდიდატი. განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ სკოლაში დირექტორად დაინიშნა 6 წლის ვადით ქალბატონი ნანული ჭირიტაშვილი. გილოცავთ ეს ამ სიახლეს ქალბატონ ნანულის მინდა რომ წარმატებები ვუსურვო და რადგან ასე მოხერხდა რომ ამ ქალბატონ ნანული დაინიშნა ამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა მინისტრმა თქვენთვის ყველასთვის ცნობილი მინდა იყოს ის ფაქტი რომ ქალბატონი ნანული არის ძალიან პოზიტიურად განწყობილი ამ სიახლეს მიესალმება ძალიან დიდი პოზიტივით. მას აქვს დიდი გამოცდილება. ქალბატონი ნანული იყო მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს თქვენ სკოლას და ყველაფერი იქნება კარგად. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო დიდი მადლობა მინდა მოუხადო ქალბატონ მაიას. ქალბატონ მაიას დირექტორობის პერიოდში სამრეკლოს საჯარო სკოლა ყოველთვის იყო კონკურენტუნარიანი, ყოველთვის. ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა, დიდი პროფესიონალიზმი და ჩვენი ეს რესურს ცენტრის სახელით მოგიხდით მადლობას. თქვენ კეთილ სინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის და იმ წლებისთვის, რაც თქვენ ესე წარმატებულად გაიარეთ ამ სკოლაში და თქვენი სკოლა იყო ნამდვილად კონკურენტუნარიანი. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. მეორე სიტყვით ჩემს შესახებ, მე ვარ თქვენაირი ჩვეულებრივი პედაგოგი. არაფრით არ განსხვავდები თქვენისგან. განსხვავდები მხოლოდ იმით, რომ მაქვს სერტიფიკატი დირექტორად მუშაობის უფლების. არ ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური. მე ვიცი, რომ სამრეკლოს საჯარო სკოლას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. მე მინდა ერთხელ კიდევ მადლობა მოუხადო ქალბატონ ფეთიოს, ქალბატონ მაიას, ორივეს დროს მივუშავია მე. ერთად ვმუშაობდით ჩვენ. მინდა რომ ყველა პედაგოგმა იფიქროს ის, რომ მასწავლებლობას გიფასებს ერი. არ დაგიმონავთ ხანდახან კაცი ვარ, როცა საქმე არ აკეთდება, როცა რაღაცა ისე არ აკეთდება, მაგრამ ეტვი არ მეპარება, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ. ძალიან ბევრჯერ ჩემი პირადი გადამიდია, ოღონდ ჩემი თანამშრომელი იყოს კარგად. მაგალითს მოვიყვან, მე 4 სასწავლო წელი სოფელ წითელწყაროში მასინი იყო წითელწყარო საჯარო სკოლის პედაგოგი ვიყავ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლებს საათები ჰქონოდა და იმას საათები არ ჩამოვართვი, ასე ვთქვათ, სწავლებში არ შეეცილებ. პირველ რიგში მინდა რომ ყველა მასწავლებელი იყოს დატვირთული შეძლების დაგვარად, ვიცი რომ დღეს ყველას უკან ოჯახი დგა. არაფერში არ ჩამოგივარდებით, ექსკურსია იქნება, ექსკურსია გავაკეთოთ.
ახალ ღონისძიება იქნება თუ რომელიმე სხვა ღონისძიებები ერთად აღნიშნოთ კოლექტივი რომ ძალიან ერთგულად არის და კიდევ უნდა უფრო შევკავშირდეთ დანარჩენი მეცხრაცხლებს რომ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული მე თქვენ გვერდზე იქნები თქვენც ასევე ალბათ გვერდზე დამითხრობთ და ნაბიჯ იმ რეფორმასთან მოხდით რომელსაც ხელშეძლია განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალ და რომლის დაკვეთად ჩვენ გვაქვს მოცემული ეროვნულ სასწავლო კერამაში აი ის ის თქვა წარმატებას გისურვებთ. ეთერშია ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი მე ილია მარტყოფლიშვილი ვარ. სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. დედოფლის წყაროს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში 39 წლის მწყემსი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ეგრეთ წოდებული სამუხის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ამავე ფერმაში მომუშავე ადამიანები აცხადებენ, მამაკაცმა სავარაუდოდ სანადირო თოფით მოიკლა თავი, ისინი თვითმკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი არ არის და ის დედოფლის წყაროში სამუშაოდ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანიდან იყო ჩასული. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სოფელ ალვანში მისივე ოჯახში გადაასვენეს. თვითმხილველები გამოძიებამ უკვე დაკითხა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განაცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ეროვნებით ქართველია. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ მის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია SMS-ები, სადაც იგი იუწყებოდა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. კიდევ ერთი სუიციდის შემთხვევა გასულ თვეშიც დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. 45 წლის მამაკაცი მეგობრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დეკემბრის თვეშიც იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცმა ამ შემთხვევაშიც თავი სანადირო თოფით მოიკლა. დეტალების გამოძიებას ორივე შემთხვევაში და მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლის წყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ახლა კი ალილო ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა დედოფლის წყაროს ცენტრშიც კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაეცათ. რაც პატრიარქის კურთხევით საქართველოში აღსდგა ალილოს მსვლელობის ულამაზესი ტრადიცია, მას მერე ჩვენი რაიონის მოსწავლეები, რეული, საეკლესიო პირები ერთად თითქმის ყოველ წელს არც ერთი წელი არ ყოფილა რომ გამოგვეტოვებიოს ვატარებთ ალილოს მსვლელობას. საოცრად ლამაზად, საოცრად გულისხმიერად ეკიდება ყველა მსვლელობას ვიკრიბებით ერთად გვაქვს ხილი, გვხდება მაღაზიები, დაწესებულებები, პოლიცია, სახანძრო სულ ყველა მომზადებული იყო, გამოიტანეს ხილი, შესწირეს ეს შესაწერი და შემდეგ მოვედით ტაძარში გალობით წყლის სხმე ნაკურთხი წყლის სხმებით და ასეთი ლამაზი მსვლელობა ქონდა, გვხდებოდა ოჯახები, გია ყაჭაშვილის ოჯახი გარეთ ტაბლით დაგხვდა და შემდეგ მოვედით, იყო ძალიან ლამაზი დღე, მე ეს ხილი და პროდუქტი სულ ყველაფერი გადანაწილდა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და შემდეგ ეს სულ ყველაფერი დავარიგეთ ამ ოჯახებში, ესეთ ფულიც მოგროვდა რაღაც გარკვეული თანხა, ეს თანხაც გადაუნაწილდა ამ გაჭირვებულ ოჯახებს და იყო მე ვფიქრობ ღვთისმადლით ძალიან კარგი დღე და ძალიან კარგი საქმე, ღვთისსადმო საქმე. დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს. სოფელ სამრეკლოში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში საქონლის სამ ფერმაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ცოფით ძაღლები დაავადდნენ, რომლებიც მგელმა დაკბინა საქონელთან კონტაქტში მყოფ 31 პირს ანტირაბიული აცრები უტარდება. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ძაღლები, რომ ცოფიანები იყვნენ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად უკვე დადასტურებულია. ფერმაში, ვინც ამ ძაღლებთან კონტაქტი ჰქონდა, ყველას უტარდება ანტირაბიული ვაქცინა, განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარიეტა გონაშვილმა. ცოფი მწვავე ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე აღუდგენელი დაზიანებით და სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული ცოფის საწინააღმდეგო აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, ასე რომ სამ ფერმაში აღმოჩნდა ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა და 31 პირი დედოფლისწყაროში ანტირაბიულ კურნალობას იტარებს. გამოცხადება თუ არა სოფლის სამრეკლო ეპიდემიის ზონად, ამას ჩვენ მომავალ გადაცემაშიც მივადევნებთ თვალყურს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებთ. ახლა კი ვაგრძელებთ ქველმოქმედების თემას. მხოლოდ ალილოთი არ შემოფარგლულა წინა საახალწლო დღეებში ქველმოქმედება. სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმაც საკუთარი წვლილი გაიღეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად. ნახოთ რეპორტაჟი. დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე სოფელში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს. მათ ქალაქ დედოფლისწყაროში, ასევე სოფლებში, ხორნაბუჯში, გამარჯვებაში, სამრეკლოში, ზემოქედში, არხილოსკალოსა და ქვემოქედში მცხოვრებ 15-მდე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ ფულადი დახმარება მიუტანეს. როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა გიორგი ნასრაშვილმა განაცხადა, იდეა თავად სამსახურის თანამშრომლებისაგან წამოვიდა, რომელიც ყველამ გაიზიარა და ხელფასიდან საკუთარი წვლილი შეიტანა. მათ ქედების ზონის მეხანძრეებით შეუერთდნენ. აბა მობილოცია დამდეგი ახალი წელი. მობილოცია. ამას დაესწრაფეთ გახარებულები და ერთერანი დახმარება არის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელიანი კოლექტივის სახელით 50 ლარი მილიონის შესაძენად. გადმოგეცემათ და თქვენ და თქვენ შვილებს მიულოცავთ ახალ წელს. აბა გამომართვესა დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახური. იკონოჩია და გაიხარეთ. მოგილოცავთ და უფალი იყოს თქვენი მფარველი და რა ვიცი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სიკეთე, ბედნიერება არ მოქნებოდეთ. გასულოთ. ეს ეგრევე გაიხარებული ყოფილიყავით დავალახად. გაჭირებული ოჯახების გვერდში დგომა თვითონ ბიჭების გადაწყვეტილება იყო. ეს ბიჭების ინიციატივა იყო, თვითონ ამათი გადაწყვეტილება იყო მთელი სამსახურის, მთელი კოლექტივის თანამშრომლების სახელით, რომ გაკეთებულიყო ეს აქცია. ბავშვები ძალიან გახარებულები დარჩნენ ამ საახალწლო საჩუქრით. საქველმოქმედო აქციის პარგლებში ისინი სოფელ გამარჯვებაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ არაბულების ოჯახს ეწვივნენ. ფინანსური დახმარება გადასცეს და 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ. არაფრის არ მაქვს გასაქანი რომ სიტყვაზე რომ ან კიდე დავივალო ან თვალის ოპერაცია და ხელების ოპერაციები დიდი თანხები დაჯდება და მე მაგდენ თანხებს არავინ დამოვალებს. ახლა შეიძლება 100 ლარი და 200 ლარი ის ხო კიდე მაგრამ ისე რომ ფული რომ ძირითადად პოლიზე თუ კიდე გადაირიცხება რომ მაგაში დამეხმარებს სხვა აი მე მივხედავ აბა ზოგი საიდან ზოგი საიდან რა ვაკუჩებ ხოლმე თბილისში წავიყვანო ახლა დაჟე მასამ თქვენ კიდე საყოფილა ფასიანი საავადმყოფო ფულია გადასახადი ახლა მე ამ ოპერაციებზე რა საიდან მოვიტანო აი გაგიებაზე ვარ არ ვიცი ასევე ეწვივნენ სოფელ სამრეკლოში ყოფილი აბანოს შენობაში მცხოვრებ 7 შვილიან ფოცხვერაშვილების ოჯახს. როგორც სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა მარინა ფილაურმა განაცხადა, 5 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, რომელთა გამოყვებას უჭირთ. მილიონი შეუძლიათ ბავშვებს და მრავალ დაფით ყველა გახარებული. წინსვლა გახარება გქონდეთ ნაძვისხეც გინდა. რაც გულში კბილი წაგიგედა. დავიქება ველოსიპედი მე შენ მოგიტან ველოსიპედს. აი ხა 11 ვართ. 11 სახში.
ეხლა ბავშვი პატარები 5 პატაძინა პატარები 2 მოზდილები არიან დედა არის მოხუცი ჩავარდი ძალიან გაჭირებათ ისინო აი კიდე კარგი ეს ტანი 60 არის გამოუშვა და იაფასიან რაღაცა ის პროდუქტი არაფერი არ აქვს შივრები არიან მეტიწილად შვილო ძალიან გაჭირებულები ვარ სახლი კარი არ არის თამათ არ არის სახლი კარი ამათ თორე ესე ბევრი არის შემო წავიდნენ თანაც სახლი ეგნებოდა დამ დასუფთავების იმაში ვარ დამგველი და ჩემი ხელფასით არიან სულ ყველანი ყველა იმოხუთ კი პენსი აქ მაგრამ ის არის რა ქვია პენსია თავის წამლებშიც არ ეკმარა და ამოდენანი რო არიან ვერ ვაკმარო ცეცხლები ავიღე ზოგი კრედოდან ავიღე ზოგი სახელფასო ავიღე შვილო 100 ლარი მოგცეს ბავშვები დასაჭუქრეს 100 ლარით ძალიან დიდი მადლობლები ვართ ამ ყურადღებისათვის აი რა გავთქვა სიტყვა აღარ მეთქმის მე ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილა რომ ასე მობრძანებულიყვნენ და ყურადღება ვიყო ჩვენზე მაგრამ სუყიდი ზეთ სუყიდი ეთურქათა სუყიდი რო ხორცი რო ელატვია და პროდუქტ სუყიდი პატარა პროდუქტ ეგ აუცილებელია რომ აი პატარა რო არ დახმარებოდნენ ახალწელს როგორ შეხვდები რო არ დახმარებიყვნენ გუშინ იქიდან მოგვიტანეს გამგეობიდან და საბჭოდან მოგვიტანეს ერთი მშვიდობელი მოგვიტანეს გუშინ მაკარონი ბრინჯი ზეთი რაღაც ცოტა და ვაი მე ვიცი მე გქონდა ისე ხალხი მეზობლები ახლა მეზობლებმა ახლა წუთი ხორცი მოგვაწოდა ხორის ხორცი ისიც შეასკენით აი რა ვიცი უფალია და ხალხი არის კეთილი ხალხი ძალიან ძირფასად მეხმარება სოციალური დახმარება გვაქვს ჩვენ და იმით და ბავშვები ფიზიკურად მუშაობენ მამას მხარში უდგენა რამდენი შვილი გყავთ 4 აი ხლა ფინანსურად გვიჭირს სიმართლე რო გითხრა რა ვიცი ხლა ყოველდღიური ფული ჩვენ არ შემოდის ყოველთვიური ისა გვაქვს დახმარება და მაგით ძირითადად მეუღლე ძროხებში დადის და დედამთილის პენსი სხვა არაფერი სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების განმარტებით უახლოეს დღეებში კიდევ გეგმავენ სოციალურად დაუცველებს ამჯერად ტანსაცმლითა და საჩუქრებით დაეხმარონ. მათი თქმით სამსახურის მხრიდან ქველმოქმედება ინტენსიურ ხასიათს შეიძენს. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით რომ ეს არა მეშვიდე ვიდეო დაგვრჩა კიდევ ამის წინ ფრანგული მხარის დაფინანსებით დედოფლის წყაროელები ფრანგულ ენას უფასოდ შეისწავლიან ნახოთ რეპორტაჟი ბურგუნდიის რეგიონის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოსა და ასოციაცია კახეთი იონის წარმომადგენელი სენატორი პიერ პორტიე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. მას დედოფლის წყაროს გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა უმასპინძლეს. შემდეგ კი ფრანგის სტუმარი დედოფლის წყაროს პირველ საჯარო სკოლას ეწვია და კომპიუტერული ტექნიკა და სასწავლო წიგნები გადასცა. საჩუქრების სკოლაში ახლახან გახსნილ ფრანგული ენისა და ლიტერატურის კაბინეტისთვისაა განკუთვნილი, სადაც 3 კლასის 40-მდე მოსწავლე ფრანგულს უფასოდ შეისწავლის. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემი სპეციალობა არა მუშაობის სპეციალობით, ახლა მომეცა საშუალება ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და ვიმუშაო ამ საქმით. დავსაქმდე, მით უმეტეს ბავშვებისთვის სიკეთე გაკეთდება. ისწავლიან ფრანგულს ამ რაიონში საერთოდ არ უსწავლიათ ფრანგული. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ბევრ სიკეთეს გავაკეთე ბავშვებისთვის. ეს 3 კლასი გავაბოლომდე, სკოლის დამთავრებამდე ისწავლიან ფრანგულს და მე მგონი რომ ბევრ წარმატებებს მიაღწევენ. როგორ მოხერხდა ამის განხორციელება? ამის განხორციელება იცით მე თავდაპირველად წრე მქონდა. არ იყო საშუალება ძირითადად კლასში მემუშავა. მე ინტერესი წამოვიდა რაიონიდან, სკოლებიდან, რომ ესწავლებ ბავშვებს ფრანგული ენა. დიახ. ეს დირექტორმა ხელი შეგვიწყო ამ სკოლაშიც და დავიწყეთ ამ მე-3 კლასებიდან და ალბათ ბოლომდე გავალთ და დღეს ვინ არიან სტუმრად?
სტუმრად იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წარმომადგენელი, რომელთანაც მე მჭიდრო კონტაქტი მაქვს უკვე წლები. ბატონ პიერ გორძიასთან ვიცხოვრეთ ჩვენ 2012 წელს სტაჟირებაზე ვიყავით და მთელი 10 დღე სტუმრად ვიყავით. ბურგუნდიის რეგიონის იონის დეპარტამენტი და კახეთის გუბერნია 2000 წელს დამეკუთვნნენ. მას შემდეგ ფრანგულმა მხარემ კახეთის რეგიონში არაერთი პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზე კახეთში იონის დეპარტამენტის პრიორიტეტებს სამედიცინო და განათლების სფეროები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დედოფლის წყაროს პირველ სკოლაში ფრანგული ენის სწავლების პროექტი დაიწყო. მასწავლებლებს რეგიონში იმისთვის რომ გამოსაზღვროთ რა პრიორიტეტები არის საჭირო ფრანგულენის გავრცელებისთვის და აქედან გამომდინარე მოვედით ზუსტად დედოფლის სკოლაში. J'ai fait en sorte qu'un certain nombre d'entre eux რამოდენიმე ხანია ჩამოდიოდა და მახვილობ რეგიონში სხვადასხვა სკოლებს და ეს სკოლები თავიდან მიაღწია ბატონმა შემოვიდა სხვანაირი გარემოა რაღაც ძალიან მოეწონა რა თქმა უნდა სკოლა. გარდა ამისა მინდა ხაზი გავუსვა ფრანგული ენის სწავლება ჩვენთვის არ არის რაღაც ვალდებულება რომ თავს მოგახვიოთ ეს რადგან იყო მოთხოვნა თქვენი სკოლიდან რომ ეს ფრანგული ენა შემოსულიყო დედოფლის სკოლაში აქედან გამომდინარე მაგეთო ჩამოვედი და ხარში ჩვენ ეს ფენა რაც შეგვეძლო ის გავაკეთოთ პირველი ეტაპისთვის. De la médecine et dans le domaine de la francophonie. და ჩვენი ძირითადი პროექტები რაც არის ამჯერად რაც ხორციელდა და ეს არის სამედიცინო სფერო და ფრანგოფონიის ფრანგული ენის გავრცელება რეგიონში. Et c'est dans ce cadre-là que depuis quelques années je rencontre très régulièrement დავით დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში საქონლის ფერმებში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა სურსათის უნებლობის სააგენტოს ინფორმაციით ცოფით მგლისგან დაკბენილი ძაღლები დაავადდნენ ძაღლების დაავადება ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა და დაადასტურა ამ ფაქტს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ის მოსახლეობას ცხოველის დაკბენის შემთხვევაში ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტისკენ და სიფთხილისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ დედოფლის წყაროში ძაღლებთან კონტაქტში მყოფი 31 პირი ამჟამად ანტირაბიული აცრებს იტარებს ამის შესახებ დედოფლის წყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელმა მარიეტა გონაშვილმა განაცხადა ასე რომ როგორც უკვე გითხარით მინისტრი დავით სერგეენკო დედოფლის წყაროლებს სიფთხილისკენ და ექიმთან ვიზიტისკენ მოუწოდებს ასეთი გახდა დედოფლის წყაროს საათი რომელიც ეთერში კვლავაც კვირას 17 საათს და 30 წუთზე დაბრუნდება მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს 13 საათს და 30 წუთზე ток-შოუში კახეთის საათი დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს